საჯარო სამსახურში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით გვინდა რამდენიმე მოსაზრების თქმა. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ აღნიშნული კანონი პროექტი იყო იმ კანონ პროექტების პაკეტში, რომელიც თვითმმართველობის კოდექსთან ერთად იქნა ინიცირებული. ეს იყო დაახლოებით 400 გვერდიანი დოკუმენტი და მის თავდაპირველ ვერსიაში, აი ნორმის ის ვერსია, რომელიც გუშინ იქნა გაჟღერებული, არ იქნა ინკორპორირებული. როგორც ჩვენ გავარკვიეთ, პლენარული სესიის მეორე მოსმენის დროს იქნა ინიცირებული ის ვერსია, რაზეც გუშინ იყო საუბარი და შესაბამისად საზოგადოების ჩართულობა აი ამ მნიშვნელოვან საკითხში ფაქტიურად არ არსებობდა. როცა ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილება შედის კანონმდებლობაში, ცხადია, საჭიროა, რომ დაინტერესებული საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ადგილობრივი თვითმმართველობა თუ ასე შემდეგ იყოს ჩართული ამ საკითხში, რომ მათი მოსაზრებების გათვალისწინებით შესაძლებელია დაიხვეწოს ეს ნორმა, უკეთესი გახდეს, ან საერთოდაც დარწმუნდეს ხელისუფლება, რომ ამ ნორმის მიღება არ შეიძლება, ამ თუ ნორმის მიღება არ შეიძლება. ან პირველ რიგში ჩვენი პრეტენზიები ისევ და ისევ პროცესთან მიმართებაში არსებობს, რომ ასეთი ნორმის, ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება ესე ფაქტიურად შეპარებით თავდაპირველ პაკეტში არ არის და მეორე მოსმენაზე იმ მომენტში შეტანა, როცა ღიად არ ხდება ამის ინიცირება, რა თქმა უნდა უკვე აღძრავს კითხვებს, რომ ეს სპეციალურად გაკეთდა ასე, რომ კრიტიკული მოსაზრებები თავიდანვე არ გაჟღერებულიყო. რაც შეეხება ამ ნორმის შინაარსს. ნორმის შინაარსი ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ისედაც ითვალისწინებს საჯარო მოხელეთა გათავისუფლების შესაძლებლობას. კონკრეტულ შემთხვევაში, თუ არსებობს ამა თუ იმ მოხელის მიერ კანონდარღვევა, დისციპლინური გადაცდომა, დანაშაულზე აღარ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ამ კუთხით სისხლის სამართლის საქმის წარმოება იცით რომ შესაძლებელია, მაგრამ სხვა ტიპის დარღვევები ასევე შეიძლება გახდეს გათავისუფლების საფუძველი. თუ რომელიმე მოხელეს უდასტურებთ, რომ მან დაარღვია კანონი, მაშინ შეიძლება მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდეს, მაგრამ აი ამ ფორმით, რომ კანონის საფუძველზე ავტომატურად ყველა მოხელი, აბსოლუტურად ყველა მოვალეობის შემსრულებლად ჩაითვალოს, ეს ნიშნავს იმას, რომ მოვალეობის შემსრულებლად ისინი ჩაითვლებიან ყოველ იმ შემთხვევაში, როცა გათავისუფლებიან, ანუ ისინი თავისუფლდებიან თანამდებობიდან, ითვლებიან მოვალეობის შემსრულებლად. და რა თქმა უნდა, მათ ექნებათ კონკურსში მონაწილეობის უფლება და კარგია, რომ კონკურსით მოხდება მერე შერჩევა კადრების, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი მაგრამ, რა შუაშია კონკურსი იმ მოხელეთა მიმართ, რომელთაც ასევე კონკურსი აქვს გავლილი, ხო? კონკურსის გავლის შემდეგ მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა ვადით არ არის შემოსაზღვრული, ამას მინდა ხაზი გაუსვა. ეს არ არის დამოკიდებული საარჩევნო ციკლზე, საპარლამენტო არჩევნებზე ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. კანონის იდეა არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დროს შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება, იქ დასაქმებულმა ადამიანებმა სასურველია, უმჯობესია და უკეთესია, რომ გააგრძელონ მუშაობა, რათა ეს ადამიანები, რომლებსაც აქვთ წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება, უკეთ გაართმევენ თავს დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობის შესრულებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ არსებობს კითხვები, რომ მოქმედი სტაფი არასრულებდა დაკისრებული მოვალე, რამე პოლიტიკური ნიშნით მოქმედებდა არ ღვდა კანონს, კანონი ისედაც იცავს და იცნობს მათი გათავისუფლების საფუძვლებს და ამ ფორმით გათავისუფლება არის მიუღებელი. ჩვენ გეგმავთ იმას, რომ შევიტანოთ საკონსტიტუციო სარჩელი, მანამდე სანამ ეს ნორმა ამოქმედდება, ამის გაკეთება უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად არ შეიძლება, ანუ როგორც იცით, ეს ნორმა ჯერ არ ამოქმედებულა, ის ამოქმედება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ხოლო ასამოქმედებელი ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება ფაქტურად უკვე დადგენილი პრაქტიკა აქვს სასამართლოს, რომ ასამოქმედებელი ნორმის არაკონსტიტუციურობაზე არ მსჯელობს. ამიტომ ჩვენ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოუწოდებთ პარლამენტს, რომ შეცვალოს ეს ცალსახად არასწორი არაკონსტიტუციური ნორმა და იმ შემთხვევაში, თუ ეს ნორმა არ შეიცვლება, ჩვენ შევიტანთ საკონსტიტუციო სარჩელს და მოვითხოთ მის ძალადაკარგულად ცნობას.
კი, ანუ გამზადდება საკონსტიტუციო სარჩელი და როგორც კი ამოქმედდება, მეორე, მესამე დღეს შევიტან ჩვენ საკონსტიტუციო სარჩელს. პარლამენტმა როგორც ამ ნორმაში წერია, ეს ნორმა უნდა ამოქმედდეს ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგების ოფიციალურად ცნობის შემდეგ, ხო? ეს არის დაახლოებით ივნისის 15-ში თუ გექნება არჩევნები, რაღაც 2-3 კვირაში, დაახლოებით ივნისის ბოლომდე შეიძლება ეს ნორმა შეიცვალოს, ივნისის ბოლომდე. და არც არის ამდენი ვადა საჭირო, ამ ცვლილებას შეიძლება მაქსიმუმ ერთი თვე არის ყველაზე დიდი ვადა, რაც პარლამენტს დაჭირდება ამ ნორმის შესრულება. თუ დაჩქარებული წესით განიხილავს, შეიძლება ერთ კვირაში დამთავრდეს ამ ნორმის თემა. ხო, ეს არის საინტერესო კითხვა. არ ვიცი ეს უმცირესობის წევრებმა რატო ვერ გაიგეს ამის შესახებ. შესაძლებელია კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დოკუმენტი, რომელიც 400 გვერდიანი დოკუმენტი იყო, ხა რთულია, რომ თითოეული გვერდზე არსებულ ჩანაწერს დეტალურად მიაქციო ყურადღება და რაც თავარია განსაზღვრო მისი უარყოფითი მხარეები და ასე შემდეგ. შეიძლება ესე მოხდა, ყველა ნორმის დეტალურ განხილვას შეიძლება ვერ გაწვდა უმცირესობა, ზოგადად პარლამენტარები და მოხდა ის, რაც მოხდა. არ ვიცი, მე მიზეზების ახსნა გამიჭირდება ალბათ. ჯერ რაიმე შეთანხმება ამ კუთხით არ ყოფილა. არ ვიცი, შეიძლება შევიდეს რამოდენიმე საკონსტიტუციო სარჩელი, ჩვენ ვფიქრობთ დამოუკიდებლად ამ სარჩელის შეტანაზე, თუმცა არც ის არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი, რომ რომელიმე პირთან ერთად შევიტანოთ სარჩელი. ჩვენთვის გვარს და სახელს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენთვის მთავარია პრინციპი, რომ ეს პრინციპი არის ეს პრინციპი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რა პრინციპიც ასახულია ამ ნორმაში და ამიტომ ვისი სახელით შევა სარჩელი ჩვენთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. დიახ. მოკლედ, ამ საკითხზე მე მინდა რაუნდინიმე გარემოება გამოვყო და ჩვენ მსჯელობის დროს არ უნდა დაუშვათ ის, რომ ეს გარემოებები აგვერიოს ერთმანეთში. რას გულისხმობ? პირველი ის, რომ როდესაც არსებობს მოქალაქეთა საჩივრები, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ ამა თუ იმ თანამდებობის პირმა თუ ვინმემ ნებისმიერ მოქალაქემ მას წინააღმდეგ ჩაიდინა სავარაუდოდ დანაშაული, სამართალდამცავი ორგანოების ვალდებულებაა, რომ გამოძიება დაიწყოს. ეს ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, არაერთი თანამდებობის პირის მიმართ, არაერთი შემთხვევის დროს და ცხადია, აქაც გავიმეორებთ იმას, რომ თუ არსებობდა და ჩვენ როგორც ვთქვით, არსებობდა ასეთი საჩივრები, სადაც მოქალაქეები აღწერდნენ, რომ გოგაონიანმა მის თანამდებობის ყოფნის დროს სავარაუდოდ მოქალაქეების ინფორმაციით ყოველ შემთხვევაში რაღაც დანაშაულებრივი ქმედებები განახორციელა, პროკურატურას არ ქონდა არჩევანი, რომ არ დაეწყო გამოძიება. მას გამოძიება უნდა დაეწყო. ეს არის ცალსახად დადგენილი კანონმდებლობით წესი. მეორე, გამოძიების დაწყება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ აქ მე მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ არც ადვოკატის წინააღმდეგ, არც ნებისმიერ თანამდებობის პირის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით პრობლემა არ არის და ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე თანამდებობის პირი სარგებლობს ისეთი იმუნიტეტით, რომ მის მიმართ ძიება არ დაიწყოს.
მაგრამ აქ არის ასეთი საკითხი, სადაც ჩნდება კითხვები, მე ცხადია ცალსახად ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ პირველი გასარკვევია მოქალაქეთა ეს საჩივრები როდის იქნა ცნობილი პროკურატურისთვის, თუ ეს დაუშვათ 1 წლით ადრე იცოდნენ, მაშინ საკითხავია ეხლა რატომ გააქტუალურდა ეს საკითხი. ასევე კითხვა ჩნდება, რომ იმ ათასობით საჩივარში, რომელიც პროკურატურაშია შესული, არის თუ არა უფრო მძიმე დანაშაულებრივ ქმედებებზე სხვა ყოფილი თანამდებობის პირთა მიმართ საუბარი. და თუ ეს ასეა, მაშინ აი იმ ათასობით საჩივრიდან რატომ იქნა გამოყოფილი ეს საქმე? იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით პროკურატურა ამ ტიპის საქმეებზე რა სტრატეგიით მოქმედებს, როგორ უდგება საკითხს, რა არის მისთვის პრიორიტეტული გამოსაძიებლად და რა არ არის. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გოგაონიანი ბოლო პერიოდში საადვოკატო საქმიანობას ეწევდა, მას მოგებული აქვს რამდენიმე პროცესი, აქ უკვე ჩდება კითხვა, რომ მის მიმართ ეს ქმედებები იმიტომ ხომ არ განხორციელდა, რომ ის როგორც ადვოკატი მიუღებელი იყო პროკურატურისთვის. მე ამ კითხვებზე ცალსახა პასუხის გაცემა არ შემიძლია, იმიტომ რომ ამ პასუხს სჭირდება მტკიცებულებები, მაგრამ როცა თანმიმდევრული მიდგომა პროკურატურის მხრიდან იმ საჩივრებზე, რაც იქ ათასობით არის შეცვლილი, არ არსებობს, ესეთი კითხვები ჩნდება, თორე ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვამბობთ იმას, რომ რომელიმე ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირის მიმართ სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება არ უნდა დაიწყოს. უნდა დაიწყოს, რა თქმა უნდა, ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს პროცესი და წარიმართოს იმ კუთხით, რომ კითხვები შერჩევითი მართლმსაჯულების შესახებ არ გაჩნდეს და არ არსებობდეს. ეს არის ჩემი პასუხი. ხო, თუ რა ვიცი, ფაქტია.